Იგი განვაგრძობთ ჯანსუღ კახიძის მესამე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გუშინ გაიხსნა კონცერტების სერია ეთნო ჯაზ ჯგუფმა ირიაო და თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა ერთობლივად გახსნეს. ფესტივალს, რომელიც 20 მაისამდე გრძელდება, საკმაოდ საინტერესო პროგრამა აქვს და მომდევნო დღეებში მას უცხოელი ვარსკვლავებით შემოერთდებიან. თუმცა მანამდე ვნახოთ, როგორ ჩაიარა გუშინდელმა საღამომ, ამას გვეტყვის მაია ჭაფოძე. ფოლკლორულ ელემენტებზე დაფუძნებული ჯაზსა და იმპროვიზაციაზე აგებული გაორკესტრებული მუსიკა ჟღერდა გუშინ ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში. ეთნო ჯაზ ჯგუფი ირიაო მსმენელის წინაშე ახალი პროექტით წერს დგა. სწორედ ირიაოსა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კოლაბორაციით გაიხსნა ჯანსუღ კახიძის სახელობის მესამე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი. ეს ფესტივალი გამოირჩევა განსაკუთრებული ნიშნით იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის მუდმივი კოლაბორაცია თბილისის სიმფონიური ორკესტრის და სხვადასხვა მუსიკოსების და მუსიკალური კოლექტივების, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით დღეს ირიაოსთან ერთად წარმოადგინა ორკესტრმა პროგრამა ვარ აღფრთოვანებული. ძალიან დიდი ინტერესით მოვდიოდი კონცერტზე. ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს იყო საოცრება. ნამდვილად არ ველოდი ასეც შესანიშნავი კონცერტი. მუსიკალურად არაჩვეულებრივად, არაჩვეულებრივი სინთეზი იყო და ძალიან დიდი დღესასწაული იყო ამ გადასასწრებო, რომ დიდი მადლობა. ირიაო კრიმანჭულის მოძახილია. კრიმანჭული ხომ თავისთავად გამორჩეული რამ არის, საოცრად ჟღერს და ყველას არც გამოსდის. ალბათ ამიტომაც დაარქვა დავით მალაზონიამ თავის ეთნო ჯაზ ჯგუფს ირიაო. მუსიკალური ინსპირაციები ფოლკლორსა და ჯაზის თემებზე სრულიად ახალ, განსხვავებულ ჟღერადობას ქმნის. ამ დონის კონცერტი დიდი ხანია თბილისში არ დაკრულა. ყოველ შემთხვევაში მე არ მომისმენია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღეს იყო ქართული წმინდა იმ სათავეებთან შეხება, რასაც ჩვენი მართლაც საუკუნეების კულტურა ქვია. ჯგუფი ირიაო ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული თვითმყოფადი ჯგუფია ჩვენს რეალობაში, რომელმაც არა მარტო საქართველოში, მის საზღვრებს გარეთაც ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა და ძალიან მიხარია, რომ ეს ფესტივალი უწყობს ყოველი ახალი ქართული, ასე ვთქვათ, მუსიკალური პროექტის განვითარებას და პოპულარიზაციას ხელს. ირიაოსთვის დაიწყო ახალი ეტაპი. ორკესტრთან ურთიერთობის. ვფიქრობ, რომ შედეგიანი საღამოა ჩვენი თამაშობა. რამდენიმე ახალი ნაწარმოები დაიწერა ერთი-ორი ამ პროექტისთვის, ისე ჩვენი და გაორკესტრებული ირიაოს პროგრამა იყო დღეს. წლიდან მოყოლებული კომპოზიტორი ირიაოსთვის ფოლკლორისათვის დამახასიათებელი მუსიკალური ენით ორიგინალურ კომპოზიციებს ქმნის, თუმცა ეთნო ჯაზ ჯგუფმა ორკესტრთან პირველად ითანამშრომლა. კოლაბორაცია წარმატებული აღმოჩნდა. პროგრამაში გაწერილი 15-ვე ნაწარმოების შესრულებისას ჯგუფი და ორკესტრი ისე მუსიცირებდა, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. გუშინდელი საღამოს მოწვეული სოლისტი იყო სოფო გელოვანი. მომღერალმა ორკესტრთან და ირიაოსთან ერთად ორი სიმღერა შეასრულა. კონცერტს ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. ძალიან მიხარია, რომ მათ თან მომიწია დღეს სიმღერა, მომიწვიეს ამ კონცერტში, გავაკეთეთ სხვადასხვა სიმღერები, შევასრულე ჩემი ძველი სიმღერა ლაზური მოტივები, რომელიც მახსოვს პირველად გავაკეთეთ ჯეოსტარში. წლების წინ და დღეს გავაცოცხლეთ ეს სიმღერა. ძალიან დიდი მადლობა მათ და მინდა მივულოცო მთელი გულით და სულით. ნიჭიერება და პროფესიონალიზმი ქმნის იმ ყველაფერს, რაც დღეს სცენაზე ვიხილეთ. არაჩვეულებრივი ჯგუფი, არაჩვეულებრივი ორკესტრი და შედეგით სახეზეა. ძალიან წარმატებული დასაწყისი ფესტივალის. დიდი მადლობა დღევანდელი ემოციისთვის და წარმატებები მათ. ძალიან კარგი სტარტი იყო ეს. ეთყობოდა ხალხის რეაქციასაც, ორკესტრის რეაქციასაც, იმიტომ რომ ყოველთვის იგრძნობა ორკესტრიული შემართებით უკრავს და ამიტომ რაღაც ულოცავ ყველა სათითაოდ, ყველა წევრს და იმედი მაქვს, რომ ესევე გაგრძელდება.
ეთნო ჯაზ ჯგუფი ირიაო თვის ბოლოს კონცერტით უკრაინაში მიემგზავრება. ჯანსუღ კახიძის სახელობის მესამე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში კი კიდევ არაერთი კონცერტია დაგეგმილი. ეს რაც შეეხება ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ფესტივალს, ჯორჯ ბელანჩინის სახელობის პირველი საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი კი წელს